გამარჯობა. ვისაც წელს პირველად მოგიწიათ ქონების გადასახადის გადახდა და გადასაგზავნი გაქვთ ქონების გადასახადის დეკლარაცია, იმათთვის ჩავწერ ვიდეოს, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ მარტივად და გასაგებ ენაზე აგიხსნით თუ როგორ გაიაროთ დისტანციურად ავტორიზაცია. ამისათვის საძიებო სისტემაში ჩაწერთ RSG-ს, გაიხსნება გვერდი, სადაც არის ჩამონათვალი ყველა სერვისის, აირჩევთ ვიდეო ზარით მომსახურებას, აირჩევთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, სადაც არის ველები გამოტანილი წითელი ვარსკვლავით მონიშნული, რომელთა შევსებაც არის აუცილებელი, ჩაწერთ პირად ნომერს, დაბადების თარიღს, სახელ, გვარს, მობილურ ნომერს, მონიშნავთ მე არ ვარ რობოტი, ასევე მონიშნავთ რომ თანახმა ხართ შემოსავლების სამსახურმა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, იმის მერე გამოვა გალურჯდება დადასტურების ღილაკი, დააჭერთ და დაელოდებით. ჩაგერთვებიან შემოსავლების სამსახურიდან, გაივლიან იდენტიფიცირებას თქვენ პიროვნებასთან, ამის შემდგომ გამოგეგზავნებათ მობილურზე დროებითი პაროლი, რომლის საშუალებითაც სისტემაში შეხვალთ და ჩაწერთ მომხმარებელს, პირობითაც სატესტო გვერდზე გავიაროთ, ჩაწერთ მომხმარებელს, რომელიც გეცოდინებათ, ჩაწერთ დროებით პაროლს, ამ შემთხვევაში 1 2 3 4 5 6, ეს არის სატესტო, ვისაც სწავლა უნდა, როგორ იმუშაოს შემოსავლების სამსახურის გვერდზე და აგერ არის ფიზიკური პირის ქონება. გახსნით ახალ დეკლარაციას და აქ არის ჩამონათვალი. არ აღემატება 40,000 ლარს შემოსავალი, შეადგენს 40-დან 100,000 ლარამდე, აღემატება 100,000 ლარს. თუ თქვენი შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს და არ გერიცხებათ არანაირი ქონება, არც მიწა, არც უძრავი და მოძრავი ქონება, ავტომობილი და ასე შემდეგ, რაც უძრავ-მოძრავ ქონებას შეეხება, თქვენ არ მოგიწევთ ამ დეკლარაციის გადაგზავნა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ მიწას, ვალდებულება გაქვთ, მონიშნოთ არ აღემატება 40,000 ლარს, მონიშნოთ ან საოჯახო, ან ინდივიდუალური, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურს მოვნიშნავ, იხილეთ საჯარო რეესტრიდან მოწოდებული ინფორმაცია, სადაც გაიხსნება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონება, აქ იქნება ჩამონათვალი, ვინაიდან ეს სატესტოა და აქ არავისი ქონება არ იქნება მითითებული. და იმ რა ქონებებსაც ფლობთ, იმის მიხედვით გადმოიტანთ აქეთ. არასასოფლოს ფლობთ, სასოფლო-სამეურნეოს ფლობთ, ტყის მიწებს, სათიბ საძოვარს, ასე შემდეგ, თვითონ დეკლარაცია დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ თქვენი დასაბეგრი ქონება და მერე შეინახავთ. გადახედავთ, გადაამოწმებთ და ამის შემდგომ გადააგზავნით. მადლობა.